ქურთები ეს არის ხალხი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალრიცხოვანი ერია და ეს ერი დღეს სახელმწიფოს გარეშეა დარჩენილი. 30-დან 45 მილიონამდე ადამიანი, რომლებიც ცხოვრობენ თურქეთში, ერაყში, ირანში, სირიაში, საუკუნეების განმავლობაში ოცნებობდნენ საკუთარ სახელმწიფოზე. შორს აგვიყვანს იმაზე საუბარი თუ სადაურები არიან ქურთები, რადგან როგორც ისტორიკოსები წერენ, ქურთების წარმოშობა დღეს სადისკუსიო საკითხია. გამოითქმება სხვადასხვა ჰიპოთეზები, კერძოდ მიდიური და იაფეტური მარას ჰიპოთეზები, ვერსიას თანამედროვე ქურთების წარმოშობის შესახებ, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ მესოპოტამიაში და ირანის პლატოზე. ასევე ამყარებს ანტიკური წყაროები. წყარო იძლევა ცნობებს ქურთების ტომებზე, რომლებიც ძველი დროიდანვე სახლობდნენ სპარსეთში. ქურთები ასევე სახლობდნენ მიდიის და სპარსეთის ატროპატენის მთებში, ქურთისტანში, სომხეთში, კასპიისპირეთის მიდამოებში, ირანულ აზერბაიჯანში. ზოგადად ქურთები ირანული ხალხია, რომელთა ენა მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის ინდო-ირანულ ენობრივ ჯგუფს. ეს ხალხი ამ ქვეყნებში საუკუნეებია ებრძვის საკუთარი სახელმწიფოს შესაქმნელად. ეს ინფორმაცია ბევრს აქვს მოსმენილი, ანუ ის რომ ქურთებს სურს საკუთარი სახელმწიფოს შექმნა, ეს ახალი არაა. ხოდა მე ძალიან გამაკვირვა იმან, რომ ამ ბოლო პერიოდში მსოფლიო პრესა მოიცვა ინფორმაციამ, რომ თავად ქურთებმა უარი თქვეს სახელმწიფოებრიობაზე. ამდენად მართალია ეს და თუ მართალია რატომ თქვა საკუთარ დამოუკიდებელ სამშობლოზე უარი ერთ-ერთმა უდიდესმა ხალხმა? რატომ დაიშალა ქურთისტანის მუშათა პარტია, რომელიც 10 წლების განმავლობაში იბრძოდა ქურთების თავისუფლებისთვის? ამ ვიდეოში გავიგებთ, როგორ შეიცვალა ქურთების პოლიტიკური იდეოლოგია, რატომ გადააფასეს მათ სახელმწიფოებრივი შეხედულებები, გადააფასეს თუ არა და რატომ აირჩიეს ახალი გზა. თუ გსურს მსგავსი ისტორიული და გეოპოლიტიკური თემების შესახებ ვიდეოების ნახვა, აუცილებლად უნდა გამოიწერო არხი და დააჭირო ზარის ღილაკს, რათა არ გამოგჩეს შემდეგი ვიდეო. ახლა დავიწყოთ. ქურთების რიცხვი, როგორც აღნიშნე, 30-დან 55 მილიონამდე მერყეობს. თქვენ ახლა რუკაზე ხედავთ მათ განსახლების არეალს, ადგილებს, სადაც ქურთული მოსახლეობა ცხოვრობს. ამის გარდა, ქურთული დიასპორის მნიშვნელოვანი თემები არსებობს ქურთისტანის მიღმა დასავლეთ აზიის სხვადასხვა ნაწილში და ევროპაში. მათ შორის არის თურქეთის ცენტრალური ანატოლიის ქურთები, ასევე სტამბოლის ქურთები, ირანის ხორასნელი ქურთები, კავკასიელი ქურთები, აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში და ქურთული მოსახლეობა სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში. კერძოდ გერმანიაში, საფრანგეთში, შვედეთში, ნიდერლანდებში და ასე შემდეგ. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში 20853 ქურთი ცხოვრობდა 2002 წელს. ისინი ქართულ საზოგადოებაში ძალიან კარგად არიან ინტეგრირებული. ისინი ქართულ ხალხს ძალიან უყვარს და თავისიანებად მიიჩნევს. მე პირადად ვთვლი, რომ ეს ხალხი იმსახურებს ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფო სადმე მაინც. რადგან გასაკვირია, რომ ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს საკუთარი სუვერენული სახელმწიფო არ გააჩნია, თუმცა რაც ალბათ თქვენს გაგაკვირებთ ის არის, რომ თურმე ბევრ ქურთს არ სურს ცალკე ეროვნული სახელმწიფოს შექმნა. ამის ნაცვლად უფრო ცნობილი ქურთული ჯგუფები, მაგალითად ქურთისტანის მუშათა პარტია და სახალხო თავდაცვის ძალების სირიასა და თურქეთში, ამჟამინდელ ეროვნულ სახელმწიფოების საზღვრებში იბრძვის უფრო დიდი ავტონომიისთვის. ამის ორი მიზეზი არსებობს: სრული დამოუკიდებლობის პოლიტიკური ნების არარსებობა, ერაყს გარეთ გულისხმობ და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის უზარმაზარი გამოწვევის პრაგმატულად შეფასება. ანუ უბრალოდ ფიზიკურად რომ ძალა აღარ შერჩათ, ამას ეს იგულისხმება მეორე ფაქტორში. რაც შეეხება ამ ორი ჯგუფის მამოძრავებელ პოლიტიკურ იდეოლოგიას, მათი უნიკალური ძაფი დემოკრატიული კონფედერალიზმის სახელით ცნობილ იდეოლოგიისადმი ერთგულებაა. ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერის აბდულა ოჯალანის მიერ ჩამოყალიბებული ეს იდეოლოგია საზოგადოების ლიბერტარიანულ სოციალისტურ ფორმას ემხრობა, რომელიც ტრადიციულ სოციალიზმსა და კაპიტალიზმს ორივეს ეწინააღმდეგება. ოჯალანის მმართველობის იდეალური ფორმის პირობებში მისივე თქმით, საბჭოები რაიონულ ან მუნიციპალურ დონეზე იქნებოდა ორგანიზებული, რომლებიც შემდეგ კონფედერაციის დონეზე უმაღლესი დონის ორგანოებისთვის დელეგატებს აირჩევდნენ. ოჯალანის იდეოლოგია ასევე აშკარად მულტიკულტურულია, ნაწილობრივ ეროვნულ სახელმწიფოს უარყოფით და ლიბერტარიანული, თუმცა ანტიკაპიტალისტური პოლიტიკური ღირებულებების მიღებით. სირიასა და თურქეთში ქურთული ჯგუფები დიდი ხანია ემხრობიან ოჯალანის იდეოლოგიას. ამერიკის მიერ მხარდაჭერილი სირიის დემოკრატიული ძალები ძირითადად შედგება სახალხო თავდაცვის დანაყოფებთან დაკავშირებული მილიციებისგან, რომლებიც იდეოლოგიურად ოჯალანთან არიან დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ცალკეული ორგანიზაციები იყვნენ, სახალხო თავდაცვამ მჭიდრო კავშირები შეინარჩუნა თურქეთში ქურთისტანის მუშათა პარტიასთან 2025 წლამდე. 2025 წლის თებერვალში კი ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერმა აბდულა ოჯალანმა ციხიდან მოუწოდა ჯგუფის ყველა წევრს
დაიყარათ იარაღი და სამუდამოდ დაეშალათ ორგანიზაცია. ეს გადაწყვეტილება თურქეთის ხელისუფლებამ დადებითად შეაფასა. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ ახლა ტერორიზმისგან თავისუფალი თურქეთის მიზნისკენ კიდევ ერთი კრიტიკული ზღვარი გადალახეს. ქურთისტანის მუშათა პარტიამ 2025 წლის 12 მაისს გამოაცხადა პარტიის დაშლის შესახებ. თურქეთში არის კიდევ ერთი პარტია, სახალხო დემოკრატიული პარტია, რომელიც სხვადასხვა ეროვნულ უმცირესობებს წარმოადგენს. დროთა განმავლობაში სახალხო დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებამ, შრომისა და თავისუფლების ალიანსის სხვა მემარცხენე პარტიებთან კოალიციაში შესვლამ, ქურთული და სხვა უმცირესობების ინტერესები თურქეთის პარლამენტში ერთ ბლოკად გააერთიანა. ამასობაში სირიაში 2024 წლის ბოლოს ასადის დამხობის შემდეგ სირიელი ქურთები აქტიურად ცდილობენ უფრო დემოკრატიული სირიის შექმნას, თუმცა მათი სტატუსი მომავალ სირიაში გაურკვეველია. სირიის დროებითმა პრეზიდენტმა ალ-შაარამ განაცხადა, რომ ის მიესალმება ქურთებთან შეთანხმებას, თუმცა ორივე ბანაკში უნდობლობა ღრმად არის გამჯდარი. დროებით კონსტიტუციაში უფრო მრავალფეროვანი ენის ჩაცმის წინა ამცელობები უგულებელ ყოფილია და ალ-შაარას ისლამისტი ლეიტენანტები მათი განსხვავებული იდეოლოგიური დაყოფის, დეცენტრალიზაციის და ფედერალიზაციის შესახებ განსხვავებული შეხედულებების გათვალისწინებით ნაკლებ სავარაუდოა, რომ სირიელ ქურთებს შეუთანხმდნენ. ახლა რაც შეეხება ერაყელ ქურთებს. სირიისა და თურქეთის ქურთებისგან განსხვავებით, ერაყელებმა 2003 წელს ამერიკის ერაყში შეჭრის შემდეგ შეძლეს ერაყის პარკლებში ცენტრალიზებული ავტონომიური რეგიონის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის სახით მნიშვნელოვანი ავტონომიის უზრუნველყოფა. რეგიონს ყავს საკუთარი პრეზიდენტი, სამხედრო ძალები, ნახევრად დემოკრატიული არჩევნები და შეზღუდული, თუმცა საგარეო ურთიერთობები. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი ძირითადი დემოკრატიის ინდექსები, როგორიცაა ეკონომისტი ან Freedom House-ი, როგორც წესი არ აკვირდებიან ერაყის ქურთისტანს, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქურთისტანის რეგიონის მთავრობის ორი მთავარი პარტია, ბარზანის მიერ დომინირებული პარტია და მემარცხენე ცენტრისტული პარტია, კონკურენტებთან ბრძოლის საკმაოდ აგრესიულ ტაქტიკას იყენებდნენ. მიუხედავად ამისა, ქურთისტანის რეგიონის პარლამენტი საკმაოდ ჭრელია და იქ 7 პარტია, რომლებსაც 2-ზე მეტი წევრი ყავთ მინიმუმ. მათ შორისაა ლიბერალური ახალი თაობის პარტია და ისლამისტური ქურთისტანის ისლამური კავშირი. ეს ორი ჯგუფი არ გამოხატავს განსაკუთრებულ მზაობას ოჯალანის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური მიმართულებისთვის. ისტორიულად ერაყელი ქურთები ერაყის სამეფოს პარკლებში 1953 წლიდან ქურთი ნაციონალისტის მუსტაფა ბარზანის წარუმატებელი აჯანყების შემდეგ ავტონომიისთვის იბრძოდნენ. ერაყის ქურთისტანში ბარზანის აჯანყების ტომობრივი კუთვნილებისა და ნაციონალისტური მოღვაწეების ნაზავი მკვეთრად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ კონფედერალისტურ მოდელს, რომელსაც ბევრი თურქი და სირიელი ქურთი უჭერს მხარს. ახლა ვისაუბროთ ირანელ ქურთებზე. ირანელი ქურთების მდგომარეობა დიდწილად იმეორებს სირიასა და თურქეთში არსებულ მდგომარეობას. თეირანის ცდილობა დააკნინოს ირანის ეთნიკური უმცირესობების უმეტესობა ცხადია მოქმედებს ირანში მცხოვრებ ქურთების გადაწყვეტილების მიღებაზე. თურქეთში და სირიაში მათი ანალოგიების მსგავსად ისეთი ჯგუფები, როგორიცაა ქურთისტანის თავისუფალი ცხოვრების პარტია ირანში და ირანის ქურთისტანის პარტია კომალა ოჯალანის იდეოლოგიის მიმართ სიმპათიას ავლენს. ქურთისტანის თავისუფალი ცხოვრების პარტია არავითარ შემთხვევაში არ არის ერთადერთი ან თუნდაც დომინანტური ქურთული დაჯგუფება, რომელიც ირანში იბრძვის. ბევრი ირანელი ქურთი უფრო და უფრო ემხრობა ავტონომიური ქურთული რეგიონის ან ირანის ფედერალიზაციის იდეას. ეს დიდწილად დაკავშირებულია მათ სტრატეგიასთან თავიდან აიცილონ მთავრობის ან ეთნიკური სპარსული უმრავლესობის მხრიდან უფრო დიდი ზეწოლა. ეს ასევე ირანში მოქმედ სხვა ოპოზიციური ჯგუფებთან სოლიდარობის დამყარების უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია. ზოგადად ნაციონალისტური ჯგუფების საქმიანობის მიუხედავად სირიის, ერაყისა და თურქეთისგან განსხვავებით ირანელი ქურთები კვლავ მკაცრი პოლიტიკური კონტროლის ქვეშ რჩებიან. ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე სახელმწიფოში მცხოვრებ ქურთებზე და ქურთებით დომინირებული რეგიონების ასეთი გაფანტული მდებარეობა პოტენციური სახელმწიფოს შესაქმნელად მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მაგალითად, ერაყში ქურთები ვერ მართავენ ქურთული რეგიონის მთელ ტერიტორიას. ქურთების წარმომადგენლობები მიმოფანტულია მთელ აღმოსავლეთ თურქეთში. ბევრი ქურთი აღარ ცხოვრობს ისტორიულად ქურთულ რეგიონებში, რაც მათ მომავალ სახელმწიფოში ჩართვას ართულებს. გარდა ამისა, დამოუკიდებელი ქურთისტანი ზღვაზე გასასვლელის არ მქონე იქნებოდა და მისი საერთაშორისო ვაჭრობა მეზობელი ქვეყნების გავლით უნდა განხორციელებულიყო, რომლებიც ისტორიულად ქურთისტანის დამოუკიდებლობის წინააღმდეგები არიან და სავარაუდოდ მათ ახალი შექმნილი სახელმწიფოს მიმართ კეთილგანწყობა არ ექნებოდათ. ერთიანი სახელმწიფოს შენარჩუნება მრავალფეროვან გეოგრაფიულ არეალში, ირანისა და თურქეთის მთებიდან დაწყებული სირიისა და ქურთისტანის ოლქის დაბლობებით დამთავრებული უსაფრთხოების თვალსაზრისით დიდ გამოწვევას წარმოადგენს. განსხვავებულ ისტორიებთან, პოლიტიკურ ორიენტაციებთან, ტომობრივ და რეგიონულ განსხვავებებთან ერთად
დიდ ქურთისტანს სავარაუდოდ როგორც დემოგრაფიული, ასევე გეოგრაფიული დაშლის წინაშე დააყენებდა. ქურთებისთვის ამ შემაშფოთებელ პერსპექტივას ემატება დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის ერთიანი პოლიტიკური ნების ზოგადი ნაკლებობა, რაც მიუთითებს, რომ ქურთული სახელმწიფოს შექმნა უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა. მინიმუმ ერაყის ქურთისტანის გარეთ 2017 წლის რეფერენდუმში დამოუკიდებლობისადმი დიდი მხარდაჭერის მიუხედავად პრაქტიკული მოსაზრებები და საერთაშორისო მხარდაჭერის შემცირება ხელს შეუშლის შეზღუდული ქურთული სახელმწიფოს შექმნას. ქურთისტანის ისტორია არ არის მხოლოდ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, ეს არის ერის ევოლუცია, რომელმაც თავისუფლება სხვაგვარად გაიეზრა. როგორც ჩანს, დღეს მათი ნაწილისთვის მთავარი აღარ არის სახელმწიფო საზღვრები, არამედ საზოგადოების დემოკრატიული თვითმმართველობა, მრავალფეროვნება და თანაცხოვრება იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობენ. თუმცა ჯერ კიდევ არსებობენ ქურთისტანის ლომები, რომლებიც შეუჩერებლად იბრძვიან დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად, მაგრამ ამ ეტაპზე კითხვა ისევ ღიად რჩება. შეძლებს კი ოდესმე სხვადასხვა ფაქტორები ისე დაალაგდეს, რომ ქურთებმა მოახერხონ სახელმწიფოს შექმნა. დაწერე შენი აზრი კომენტარებში, იყო თუ არა ქურთების ნაწილის გადაწყვეტილება უარი ეთქვათ სახელმწიფოზე ჭკვიანური სტრატეგია თუ ისტორიული შეცდომა. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დალაიქე, გააზიარე და გამოიწერე არხი. შენი მხარდაჭერა ახალ ისტორიულ გამოძიებებს დიდ ძალას აძლევს. დიდი მადლობა.